კორუფცია სახელმწიფოებრივ დონეზე გარდამავალი ტიპის დემოკრატიებში ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა. იმისთვის, რომ კორუფციის შემთხვევები და მასშტაბები შემცირდეს, დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მთავარი ფუნქციაა ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარება. საქართველოში ასეთი უწყება ანტიკორუფციული ბიუროს სახით 2022 წელს ევროკავშირის რეკომენდაცია მოთხოვნით შეიქმნა. თუმცა ეს უწყება პრემიერ-მინისტრს დაუქვემდებარეს, რაც ევროსტრუქტურებმა და სამოქალაქო სექტორმა გააკრიტიკეს, რადგან საეჭვოდ დადგა ამ უწყების დამოუკიდებლობა. მომდევნო წლის მარტიდან კი ეს უწყება საერთოდ უქმდება. ეს გადაწყვეტილება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, მთავრობამ და ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდმა ერთმანეთთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. ანტიკორუფციული ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუმკვდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქართული ოცნება მხოლოდ ანტიკორუფციულ ბიუროს არ აუქმებს. იგივე ბედს გაიზიარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას იცავდა. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყების მსგავსად, მმართველი პარტია ამ უწყების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაქვემდებარებაში გადასვლას უფრო ოპტიმალურს უწოდებს. ამ სამსახურის შექმნაც საქართველოს ევროკავშირმა დაავალა, რათა ევროპაში მცხოვრებთა მსგავსად საქართველოს მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია მეტად დაცული ყოფილიყო. იგივე მოდელით ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება. მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხმედრაშია საერთაშორისო სტანდარტებში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის რეკომენდაციით ფორმალურად შექმნილი დემოკრატიული უწყებების განადგურებას ისახავს მიზნად. მათი განცხადებით, ქართული ოცნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებისთვის ადგილს ყოველი ასეთი გადაწყვეტილებით სულ უფრო ავიწროებს. რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს ამ წლების განმავლობაში, არ გამოუძიებია საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლების არც ერთი მნიშვნელოვანი კორუფციული სქემა და საქმე. ეს იყო კარმუშკა პარტიული მუშაკებისთვის, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის ინტერესებს. მისი გაუქმება, გადანაცვლება აუდიტის სამსახურში დასვლის შემდეგ არის წყალი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლება. ქართული ოცნებისათვის მიუღებელია ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც ასოცირდება, თუნდაც ფორმალურად მაინც დაევალება კორუფციასთან ბრძოლა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორუფცია არის ის საფუძველი, რომელსაც ეყრდნობა ქართული ოცნება. იმავდროულად რაჟდენ კუპრაშვილი მოიაზრებოდა ღარიბაშვილის კადრად, ამიტომ ქართულ ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ეს კლანებს შორის ბრძოლა უკვე კანონის სახით გადაწყვეტოს და გააუქმოს ეს სამსახური. საერთაშორისო სტანდარტებით მართებული არის, რომ ანტიკორუფციული სამსახური თავის საგამოძიებო და სამოსამართლეო ფუნქციებით დამოუკიდებელი სტატუსის სახით არსებობდეს. ერთი სიტყვით, ეს გადაწყვეტილება ეხება არა კორუფციის სფეროში რეფორმების გატარებას, არამედ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ამ ქვეყანაში. კორუფცია და პერსონალური მონაცემების გაჟონვა მთელი მსოფლიოს პრობლემაა. თუმცა დემოკრატიული და ავტოკრატიული სახელმწიფოები ამ მხრივ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მასშტაბებში. თუ დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი დარღვევების ცალკეული შემთხვევები არსებობს, ნაკლებად დემოკრატიულში ეს საკითხი ხშირია და მწვავედ დგას, როგორც სისტემური პრობლემა. რამდენად გაწუდება აუდიტის სამსახური ამ უწყებების საქმიანობის შეთავსებას, ამას მომავალი წლის პროცესები აჩვენებს. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.